წმინდა წერილი აპირისპირებს ამ ორ კატეგორიას ერთმანეთთან. ღმერთის ძენი, ღმერთის შვილები და ამ ქვეყნის წუთისოფლის შვილები. წუთისოფლის შვილი მარტო ის კი არ არის, ვინც მონათლული არ არის. არა, ვინც მონათლულია და არ მიისწრაფის ღმერთისკენ, ისიც წუთისოფლის შვილია თავისი საქმეებით. მასში მადლი არის პოტენციაში ჩადებული, მაგრამ ის ვერ აღვიებს ამაც და კიდევ უფრო ათმაგი პასუხისგებლობა ეკისრება, იმიტომ რომ მან აღთქმა დადო, მადლი მიიღო, ნიჭი მიიღო და მიწაში ჩაფლა და ვიცით ჩვენ ეს იგავიც ხო? როდესაც გაძლევს ღმერთი ნიჭს და შენ მიწაში ფლავ და მოდის მერე ღმერთი და გეუბნება რომ ბოროტო მონაო, რა გააკეთეო? ღმერთის მადლი მოგეცი და შენ მიწაში ჩაფალი. და აი ასე ემართება ყველა იმ ადამიანს, ვინც ინათლება და არ ცხოვრობს მერე მადლით. არ ცხოვრობს მადლიერებით, არ ცხოვრობს ზიარებით, არ ცხოვრობს ეკლესიურად, ისინი მარხავენ ამ ტალანტს მიწაში.